შავი ვარდი. დედა, კენდალს უთხარი, რამე ისევ თაღლითობს, ბურთი წამართვა და არ მაძლევს. იცი რას გეტყვი, ეს ბურთი ჩემია. ამას ნუ უსმენ, როგორც ყოველთვის ახლაც უმიზეზად წუწუნებს. ეს ჩემი ბურთია, ჩემი ფულით იყიდეს. ანა, დედა. დეიდა, მოიცადეთ, დაგეხმარები. ყველანი აქ დარჩით. ებრუჰანი? შეიძლება ვნახო. არა მგონია კარგი აზრი იყოს. მისი ნახვა მინდა. გთხოვთ. კარგი. კარგი გააღეთ. კენდალ, იცი შენ ვინ მოკალი? შენი ძმა. მაიას, ადას, რუზგარის, ბარანის მამა მოკალი. კადრია ჰანიმის შვილი. მელიქის უფროსი ძმა მოკალი. ჩემი საყრდენი ძალა. ჩემი ოცნებები მოკალი. მომავალი ყველას მოგვიკალი. მიზეს არ გეკითხები, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს კენდალ. ღამე მშვიდად როგორ გეძინა. ყელში ლუკმა როგორ გადაგდიოდა. ნუ თუ საერთოდ არ ნანობდი. კადრია ჰანიმს ხელზე როგორ კოცნიდი. თვალებში როგორ გვიყურებდი. იტირე? ნამდვილად იტირე? ღვიძლიძმა საკუთარი ხელით წყალში რომ ჩააგდე ცრემლი ხომ დაღვარე. ახლაც იტირე. თუნდაც ერთი ცრემლი მაინც გადმოაგდე, ოღონდ ნამდვილი ცრემლი, კენდალ. ვინ იცის მე რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი. ერთით შენ დაღვარე. ერთხელ მაინც იტირე, კენდალ. იტირე, იტირე, კენდალ. იტირე. ერთი წვეთი ცრემლი მაინც გადმოაგდე. იტირე, კენდალ. იტირე. მე ყოველდღე ვკვდებოდი დედა. მურატი კი ერთხელ მოკვდა. მე ყოველდღე ვკვდებოდი. მე კაენი ვარ, ის კი აბელი. მე ცუდი, ეჭვიანი, შურის მაძიებელი ადამიანი ვარ. სიკვდილი ყოველდღე ამიტომაც დავიმსახურე დედა. სწორედ ამიტომ. Tamam. კარგი, ველოდებით. პირველი ეტაპი დასრულებულია. კენდალი მიხვდა, რომ ჩიხშია მომწყდეული.
ელიფმა კენდელს მისთვის გასაგებენაზე გაახსენა ყველა დანაშაული, რომელიც მას აქვს ჩადენილი. დაარწმუნა, რომ შეთანხმებას თუ დაარღვევს, სიცოცხლის ბოლომდე ციხეში მოუწევს ბრძდომა. გზაში ემოვა და ყველაფერს თვითონ გიამბობს. Ana, yapma. დედა, არ გინდა. Anacığım, დედა, güzel ana. ჩემო საყვარელო დედა. Keşke ნეტავ sen შენთვის ამ haklısın. ტკივილის შემსუბუქება შემეძლოს. Keşke ნეტავ იმ yüreğime ცეცხლის ჩაქრობა შემეძლოს, რომელიც შენს გულში ტრიალებს. Abi, ძმაო, abi ben... ძმაო, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. Benim უნდა bunu გავიგო niye ეს რატომ yaptığımı ჩაიდინა. bilmem lazım. Ya kendi კენდალი anlattığı როგორი kadar მკაცრი, sen- გულქვა ne ადამიანიც kadar არ უნდა იყოს sevgili საკუთარ bile ძმას olsa, სასიკვდილოდ როგორ insan გაიმეტებდა. kardeşini öldürecek kadar. Abi benim ძმაო, onu უნდა görmem ვნახო. lazım. Sormam უნდა lazım. ვკითხო ეს რატომ ჩაიდინა. მისგან რა O bir პასუხსელი? şey demese bile, რომც არ eğer მიპასუხოს ben არაფერი, მე sormasam აუცილებლად kendi უნდა kendime ვნახო და bitireceğim, ვკითხო, anlıyor გესმის musun ჩემი? beni? Ne olur abi. გთხოვ, დამეხმარე ძმაო. უნდა გავარკვიო სინამდვილეში რა მოხდა. კარგი ვცადოთ. არ ვიცი შეგუშვებენ თუ არა, ჩაჯექი. Abla, სიბელ, Korkmayın. ნუ Size გეშინიეთ. bir şey olmayacak. თქვენ არაფერს დაგიშავებთ. Sibel! სიბელ, Sibel! სიბელ, Oğlum! ჩემი შვილი. Lan! შეჩერდით. Dur lan! შეჩერდით. Dur! Baran ბარან, neredesin ya? სათხარ აქამდე. Öleceğim. ძალიან მდარდობ. Ne oldu abla? რათა გემართა დაიკო. მარტო დაგტოვებთ. თქვენ სიცივეს და სიძულვილს ისედაც ვგრძნობ. Nasıl yaptın? ეს როგორ ჩაიდინე კენდალ? როგორ კი არა? რატომ ჩაიდინე თქო უნდა მკითხო და იდაშვილო. გახსოვს ერთხელ გითხარი შენ კარგი ადამიანი ხარ მე კი ცუდი მეთქი. შენ ერთგული ადამიანი ხარ მე არა მეთქი.
მურატმა ოღონდ კი ებრუსთან ეცხოვრა, შვილი ბარანი საკუთარი ხელით დამიტოვა. მურატი კარგი ადამიანია, მე კი ცუდი არა? უშვილო ნარინს გულში ბარანი ჩავახუტე, დედობრივი გრძნობა განვაცდებინე. შენ კი ცოლის სასიკვდილოდ გაიმეტე. შენ ხარ კარგი და მე ცუდი არა? ხმა მოიღე, ფირატ ეფენდი. ხმა რატომ ჩაგივარდა? გახსოვს? მითხარი, მურატმა მითხრა, ბარანს სიმართლეს ვეთქვი და აქედან წავიყვანო. ნეტავ მართლა წაიყვანა. ახლა ძმის მკვლელის სახელი მაინც არ მექნებოდა. მითხარით, მკვლელი ვის გამო გავხდი? მიპასუხეთ, ვის გამო გავხდი მკვლელი? დეიდაშვილო, შენი დის გამო, ბარანის გამო დუმხარ, ხმას არ იღებ, იმიტომ რომ ებრუ გიყვარს, ჩუმად ხარ. ებრუს თვალებში უყურებ და დუმხარ. ეს ყველაზე დიდი ცოდვაა. დიდი ცოდვაა. დედა ჩემმა იარაღი დამიმიზნა, სასიკვდილოდ მიმეტებდა. ჩემი გაჩენის დღე დაწყევლა. შენ ნარინ? საწყალი თვალწრემლიანი დედა ხარ. შენ ფირატ ერთგული დეიდაშვილი. კენდალი? კენდალი? ის როგორი ადამიანია? შობელი დედისგან დაწყევლილი, ბოროტი, უსინდისო, დაუნდობელი ადამიანია, კენდალი. თქვენ რა, კეთილსინდისიერი ადამიანები ხართ? მე ცუდი ადამიანი ვარ, ნამდვილი ცხოველი ვარ, ეს აშკარაა. მაგრამ თქვენი ფარისევლობა არ ჩანს. საინტერესო ადამიანს ვისი უფრო უნდა ეშინოდეს, ვისი დანაშაული უფრო გულდასაწყვეტია. ახლა კი მოსულ ხართ და პასუხს მთხოვთ. მეკითხებით საკუთარი ძმა სასიკვდილოდ როგორ გაიმეტეო? ნარინ, რძალო, რადგან ყველაფერი გაირკვა, სასამართლოს წინაშე რომ წარვდგები, ყველაფერს ვაღიარებ. ვიტყვი, ბარანი ებრუშვილია მეთქი. ნახოთ ამის შემდეგ რა ქარიშხალი დატრიალდება. ძმაო, ამას როგორ ჩაიდე? ბარანს როგორ წამართმევ? ძმის მკვლელი იმიტომ ვარ, აქ იმიტომ ვზივარ, რომ შენ შვილის გარეშე არ დარჩენილიყავი, რძალო. ახლა კი გამომეცხადეთ და ანგარიშს მთხოვთ. ჩემი სათქმელი უკვე გითხარით. მომწყდით თავიდან. წადით. საკმარისია. გავიდეთ. რა პატარა? ყველაფერი გასაგებია. ისე მოიქეცი, როგორც მითხარი. რაც მეტ დროს მოგვაგებინებ, ახალ გეგმას უფრო სრულყოფილად შევიმუშავებთ. რასაკურველია, როგორც აღნიშნე, სასამართლოსთვის თავდაცვის ჩვენებას მოვამზადებ. თითქოს მტკიცებულებები გაყალბებულია. ვფიქრობ, ამგვარად იმას მაინც მივახცევთ, რომ გამოძიება პატიმრობის გარეშე გაგრძელდეს. კენდალი ცეხეში არ უნდა მოხდეს. ნარინ დაო, თავი ხელში აიყვანე. როგორ? მითხარი ძმა.
ხომ გაიგონე სიმართლეს ვიტყვიო. ბარანი სიმართლეს გაიგებს. თავი ხელში როგორ ავიყვანო, როცა შვილს ვკარგავ. Bacım böyle დეო კენდალი ამას არ იტყვის. გამწარებულია და დაგემუქრა. სასოწარკვეთილი არ იცის ვის რა უთხრას, ვინ როგორ გაამწაროს გესმის. ასე რომ ნუ გეშინი. ძმაო იტყვის. დავინახე ამას რა თავდაჯერებული ამბობდა. აშკარად გვემუქრება. ჩემთან ერთად თქვენს დაიღუპებითო. bacım საყვარელო მომხდარის შემდეგ ამას ვერ გაბედავს. დეიდას ასე ვერ მოექცევა. şu anda orada ისეთი გაცოფებულია, რომ ყველას გამწარება უნდა, რომ გულზე მოეშვას გესმის. გაფრთხილებ, მის ანკეს არ წამოეგო. კენდალი ამდენს ვერ გაბედავს. არავის არაფერს ეტყვის. შეეცადე დაწყნარდა. ცრემლები მოიწმინდე. სახლში შევიდეთ. კენდალი სათანადოდ დაისჯება. ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს მხოლოდ ის აგებს. წამოდი წავიდეთ. ყველა ცოცხლად დამარხე კენდალ. კადრი ჰანიმი ნარინი. ყველას გული მოუკალი. ხმას არ მოიღებ კენდალ ბეი. მე ციხეში გამიშვებენ. შენ კი ყვავილებით დათკბილეულით ხელუდამშვენებული ჩვენი სახლის გარს მოადგები. ხელის შემშლელი აღარავინ გეყოლება. არავინ იცის, რამდენ წელს მომისჯიან 3-ს, 5-ს თუ 10-ს. hayır ana olmaz. რომ უარ ვყო დედა ჩემი, რომელმაც ჩემს მოსაკლავად იარაღი აღმართა, დამიჯერებს? ჩემს სიტყვას უკვე არავითარი ფასი აღარ აქვს. ამიერიდან ჩემი უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ დასაკარგი უკვე აღარაფერი მაქვს. შენ ოფიცერი ხარ, კარგად გეწოდინება. საშიში ის ადამიანია, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი გააჩნია. ხოდა ჩემი გეშინოდეთ. ხო, უნდა გეშინოდეთ ჩემი. ყველაფერი ახლა იწყება, კაპიტანო. Korkun ulan ben. ყველას უნდა გეშინოდეთ ჩემი. ყველას. არა, შეუძლებელია. ის არ იქნებოდა. Abla ne diyorsun? სიბელ რას ამბობ? აიშე, გამარჯობა. Barandan haber. ხომ არ იცი ბარანი სად არის? მითხრა სუფთა ჰაერზე გავივლიო. Yani სად? nereye? არ იცი სად წავიდა? Yok. არა, არ ვიცი. Tamam. კარგი. Ama bana söz ver. დამპირდა რომ არაფერს დავაშავებო. Sağ ol. გმადლობა აიშე. Neredesin Baran? სად ხარ ბარან?
ალო? კასიმ, სად ხარ? კარგი, გელოდები დროზე მოდი. კასიმ, არ მაინტერესებს იყოს გვიანი, მერე რა? რა შენი საქმეა? გინ დღე იყოს, გინ დღამე. ამ წუთებს დიდხანს ველოდი. მაინც ვერაფერი შემაჩერებს. დრო ანგარიში გავასწოროთ. შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი სულ სხვა. არაფერი გინელებს. ამ ტკივილს როგორ გავუძლო? ჩემი შვილის მკვლელი ჩემი მეორე შვილია. როგორ ვისუნთქო, როცა ერთი საფლავში წევს, მეორე კი ციხეში ზის. საჭმელი როგორ შევჭამო? წყალი როგორ დავლიო? როგორ დავიძინო? თვალს დავხუჭავ და თვალწინ სულ ერთი და იგივე მიდგას. ამ ტკივილს როგორ გავუძლებ? არ ვიცი. არ ვიცი როგორ გავუძლებ. დედიკო, გთხოვ დამშვიდდი. მე შენს გვერდით ვარ. ემინე, ებრუ, ყველანი შენს გვერდით არიან. შესაძლოა ეს ტკივილი ვერაფერმა შეგიმსუბუქოს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო რამეც მოხდება. მელეკ. ამდენ ცოდულს შორის ყველაზე უცოდველი, გულუბრყვილო შენ ხარ, ჩემო მელეკ. მაგრამ ეს ტკივილს არ მიმსუბუქებს. ყოველი ამოსუნთქვისას დანაგულში უფრო ღრმად მერჭობა. კენდალთან მივდივართ. დაუჩქარე კასიმ. კენდალთან? რა უნდა უთხრა? თანაც ასე, რას გამოწყობილ ხარ? ლამაზად გამოვიყურები, არა? რას მომშტერები ხარ? მანქანა დაქოქე და წავიდეთ. კენდალი მოვინახულოთ. რა მიზნით? იმ მიზნით, რომ პასუხი გამცეს, ასე რატომ მომექცა. წამოდი, დროა დავუპირისპირდე. რა საშიში ქალი ხარ? დედა, წავიდეთ აქედან. მართალია დედა. გთხოვ, წავიდეთ აქედან. რამდენი რამის გადატანა მოგვიხდა, მაგრამ სულ შენ გვერდით ვიყავით. აქ დარჩენას და ცხოვრებასაც დავთანხმდით. მაგრამ რაც ეს სასტიკი სიმართლე გავიგე, აქ ერთი წუთითაც ვეღარ გავჩერდები. კენდალს სასჯელს მიუჯიან თუ არა ჩვენი ნაკვეთი გავყიდოთ და აქედან წავიდეთ. ამას ვერ ჩენ გადაიტან. იქნებ ქემალ ბეიც დაგვეხმაროს. ყვავილების მაღაზია გავხსნათ, ან რამე სხვა მოვიფიქროთ. აქ ვეღარ დავრჩებით, დედა. მაია ერთ-ერთ უნივერსიტეტში აუცილებლად მოხვდება. აქედან წასვლა ისედაც მოგვიწევს. ახალი ცხოვრება დავიწყოთ, დედა. მხოლოდ ჩვენ 4-მა. ხომ იცი, რაღაცის იმედი მქონდა. აქ დარჩენაც ამიტომაც მინდოდა, მაგრამ 5 წელი თქვენთან ერთად. დედა. მოხლი ძალიან გტყივა, დედა. მაჩვენესად გტყივა. როცა მე რამე მტყივა, ყოველთვის მკოცნი, რომ გამიაროს. მეც გაკოცებ და გაგივლის. საყვარელო. დედიკო მარტო დავტოვოთ, რომ დაისვენოს. თანაც უკვე ძალიან გვიანია. ჩვენც დავიძინოთ. არა, მე დედასთან მინდა. მოდი, შენ რომ გიყვარს იმ ზღაპრებს მოგიყვები. შენს დებთან დარჩი. კარგი?
5 dakikaya geldim. 5 წუთში დავბრუნდები. İyi akşamlar. საღამომშვიდობისა კაპიტანო ოღუს. რომ შეგაწუხათ ოზლემ ხანიმ. თუ ნებას დამრთავთ, ქმარი მინდა მოვინახულო. მეჰმედ, მოდი აქ. გისმენთ მეთაურო. კენდელ ბეისთან წაიყვანე მაქსიმუმ 5 წუთით. როგორც მიბრძანებთ? აქ მოსვლა როგორ გაბედე? თვალს როგორ მისწორებ? ენას კბილი ვერ დააჭირე? ჯერ დამაცადე მთელი ცხოვრება აქ კი არ მომიწევს სჯდომა. ჯერ აქედან გამოვიდე, მწარედ განანებ, გაგისწორდები ოზლემ. გაჩენის დღეს გაწყევლინებ. თავი მიგონია, უტვინო არსებავ. გგონია ვერ გაგისწორდები? მე არაფერი არ ჩამიდენია აღა. Hatta beni bir ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ახლა აქ არ იჯდებოდი. olmazdı. Sana გაიხსენე რამდენჯერ გითხარი, სადაც გინდა იქ ჩამკეტე. კარს რამდენი ბოქლომის გინდა დაადე. Ama sen düşman. მტერი გარეთ უნდა ეძებო მეთქი. Şimdi de burada აქ ჩემი მიზეზით არ ben მოხვდი. değilim. ვიღაც დაინტერესებულია რომ ანგარიში გაგისწოროს. Onlar tıktı seni buraya. Acaba საინტერესოა ძმის მკვლელობის გამო რამდენ წელს მოგისჯიან. Keşke ნეტავ სასჯელი ჩემი შვილის მკვლელობის გამოც დაგიმძიმონ. Kim tıktı? იმის მარჯვენას დავლოცავ ვისი წყალობითაც აქ მოხვდი. გამოიყენე ხელსაყრელი მომენტი ოზლემ და რა გოღმა და ღვარძლიც გაწუხებდა ერთიანად გადმოამთხიე. გეტყობა რაც გაწუხებდა. ერთი შენს თავ შეგახედა რას გავხარ. ისევ მაიმუნს დამსგავსები ხარ. Aynen öyle. მართალია. ასე განგებ გამოვიბრანჭე. ეს კაბა გახსოვს? რძალმა ებრუმმა ჩუქა. Ben de ერთხელ ჩავიცვი და რით ვერ გაძახი? რით ვერ გაძახი? ახლავე გაიხადე. Am yırtacak. აღა არ დამიხიო. არ დავხიო არა? არ დავხიო? დედა, არ დავხიო? არც ერთს არ გაცოცხლებთ. თქვენ უჩაერებით. მაშინ რა არ მაკადრე. რას მეტყვი? მიხდება? ოზლემ. მოვადრო და გამათავისუფლებენ. მაშინ რა გეშველება? ამაზე მაშინ ვიფიქრებ. ახლა შენ 4 კედელს შუა ხარ გამოკეტილი, მე კი თავისუფალი ვარ. სიბელიც ჩემ გვერდით არის. არ ვიცი მიხვდი თუ არა რასაც ვგულისხმობ. შენი ვაჟის დაბადებასაც ვერ დაესწრები არა? მის პირველ ნაბიჯებს წინ დაცვეთას ვერ ნახავ. ვერ გაიგონებ პირველ სიტყვას რომ წარმოთქვამს. ბიჭი შემეძინაო ხალხშიც თავს ვეღარ მოიწონებ. რა სამწუხაროა, არავინ იცის მამად მიგიღებს თუ არა როცა გაიგებს რომ კულელის შვილია. ოზლემ. გაფრთხილებ. სიბელს და ჩემ ბიჭს ახლოსაც არ გაეკარო. როგორ მებრალები? შეხვედრის დროა მოიწურა. ჩემი სათქმელი უკვე გითხარი, აქ აღარაფერი მესაქმება. დაჯექი და იფიქრე აღა. მოსაფიქრებლად დრო საკმაოდ ბევრი გაქვს. ყველას მწარედ განანებთ. ჯერ დამაცადეთ. აქედან გამოვიდე. ილოცეთ. ყველა მილოცეთ რომ სიკვდილი მომისაჯონ. თუ არ მოვკვდები აქედან ოდესმე ხომ მაინც გამოვალ. მოგძებნით და ყველას გაგისწორდებით. ყველას გაგისწორდებით. ოზლემ. ოზლემ. რა უთხარი? ისეთი არაფერი. წამოდი, წავიდეთ. შულო, მობრძანდით. იჯექი არ ადგე. რუსგარი სად არის? თავის დებთან სწინავს. თქვენ როგორ ხართ? უკვე ვეღარაფერს ვგრძნობ ებრუ. თითქოს გული აღარ მიცემს. გონება დაბინდული მაქვს. მინდა ბოდიში მოგიხადო ყველაფრის გამო, რაც შენ და შენმა შვილებმა გადაიტანეთ.
არ ვიცი ჩემს ბოდიშს რა ფასი აქვს, მაგრამ მომხდარი საშინელების გამო მართლა მინდა რომ პატიება გთხოვოთ. ჩვენ მიმართ რა დიდსულოვანი იყავი, საპასუხოდ კი რა მიიღე. მე ვერ მივხვდი, ვერ დავიჯერე. შენ თავიდანვე ამბობდი მურატი ამას არ ჩაიდენდა. მურატი არ მიგვატოვებდაო. ხო, ამას ამბობდი. მე კი თურმე საკუთარ შვილებსაც არ ვიცნობდი. სამწუხაროდ არ ვიცნობდი. მადლობას გიხდი ებრუ რომ მურატის ასე გჯეროდა. ნავზე რა მოხდა ბიძიე? თავაზიანი ფორმით მეკითხები მამა ჩემი შენ მოკალი თუ არა ვარა? თავაზიანობა შეეშვი და პირდაპირ მკითხე. კითხე, მიდი, გისმენ. მამა ჩემი შენ მოკალი ბიძიე. ყველას თანდასწრებით გაასამართლებენ? სასამართლოს დედას დაესწრება? ბარანიც? არ ვიცი ნარინ. მე პასუხს მხოლოდ იმაზე ვაგებ, რომ ეს ღამე განყოფილებაში გაატაროს. არ ვიცი ხვალ მასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. სავარაუდოდ პატიმრობა შეეფარდება. ყველაფერი სასამართლოზე გადაწყდება. ბარანი როგორ არის? არ ვიცი, სახლში არ არის, აი შესთვის უთქვამს გავისეირნებო. ძალიან მეშინია უღუს. ძალიან. იმაზე ფიქრიც კი მაშინებს ბარან, მაგრამ მისი სულელი არ ჩაიდინოს. ამდენი უბედურება ჩვენ რატომ დაგვემართა? რატომ? ღმერთო. არ ვიცი. არ მინდა რომ ბარანი ამ ყველაფრის მომსწრე გახდეს. ჩემი აზრით ჯობს თავი დაანებო. წარმომიდგენია მისთვის ეს რა საშინელი დარტყმა იქნებოდა. მართალი ხარ. შენც დაისვენე. კარგი. გმადლობ უღუს. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. დეიდაშვილო, შენი დის გამო, ბარანის გამო დუმხარ, ხმას არ იღებ, იმიტომ რომ ებრუ გიყვარს. ებრუს თვალებში უყურებ და ჩუმად ხარ. დედა, ნეტავ შენთვის სიმართლის თქმა შემეძლოს. ჩემს ძმას სიტყვა მივეცი, სიტყვას ვერ გავტეხ. დედა. შვილო. თელი ღამე სად იყავი? სეირნობდი და ვერც კი შევამჩნია როდის გათენდა. რა ისმის ბიძა ჩემთან დაკავშირებით? დღეს პროკურორი დაელაპარაკება. მოდი დაიძინე. არა, შხაპს მივიღებ. შვილო. იცი რას ვფიქრობ?
იქნებ დღეს სასამართლოში წასვლა არ ღირს. Amcanı o halde აუცილებელი არ არის, რომ ბიძა შენი ისეთ მდგომარეობაში ვნახოთ. bunlara şahit olmanı. თანაც არ მინდა, რომ ამ ყველაფრის მოწმე იყო. Oğlum biz Şulo, gerçeklere bu kadar ვალდებულები არ ვართ, რომ იქ ვიდგეთ და ვუყუროთ რა მოხდება. ნუ წავალთ. Ana, დედა, ben o adam babamı nasıl შენ თუ გინდა ნუ წამოყავ, მე უნდა მოვუსმინო ის კაცი როგორ იტყვის მამა ჩემი რომ მოყვა. შულო, ამით რა შეიცვლება? Ya daha çok canımız Guli uvaresat yanacak, daha çok götkineba Baran. yüreğimiz kanayacak Baran. Beni bundan daha fazla გულსამოზე უარესად ვეღარავინ მათგანს დედა. ხო გადი, ტანსაცმელი მინდა გამოვიცვალო. ერთ საათში პროკურორს მისცემ ჩვენებას კენდალბეი. დიახ, ვილაპარაკებ და ყველას თავზარი დაგეცემათ. ისედაც გამოვალ მდგომარეობაში ხართ, გირჩევთ სიტუაციას უარესად, ნუ არ გაამწვავებთ. ჯერ დამაცადე იდიოტო. დამაცადე. Hiç kimse. არ გაბედოთ. Ama hiç კენდალის kimse სანახავად არავინ არ kendini წავა. görmeye gitmeyecek. სულ მარტო დარჩეს. Yapayalnız პროკურორს ჩვენება მისცეს. Gitsin savcıya ხომ ifadesini გაიგეთ? versin. Kimse სახლიდან gitmeyecek, ფეხს ვერავინ anlaşıldı mı? გაადგამს. Narin nereye? ნარინ, სად მიდიხარ? Ana ben ფირატის სანახავად მივდივარ. მალე დავბრუნდები. Dönerim hemen. ჯობს მარტოობას მიაჩიოთ კენდალბეი. წაიყვანეთ. Abi. ძმაო, ნარი, მოდი დაჯექი. Yok არა ძმაო, რა დროს დაჯდომაა? მოსვენება დავკარგე. მალე გავგიჟდები. კენდალმა მტკიცედ გადაწყვიტა ბარანს სიმართლეს ეტყვის ძმაო. Ne olur engelleme. თხოვ რამე იღონე, როგორ მე ხელი შეუშალე. იქნება ასე უკეთესიც იყოს დაო. Ne diyorsun? რას ამბობ ძმაო? დაო, დაფიქრდი ეს ყველაფერი ამ საიდუმლოს გამო არ ხდება. ყველა უარყოფით თავისი დადებითი მხარეც აქვს. მან რომ არ თქვა სიმართლეს მე მაინც ვიტყვი. ამ საიდუმლომ მხოლოდ მე და შენ კი არა, ყველას მიაყენა ზიანი. დროა შეეგუო რომ ამ სიცრუით ვეღარ ვიცხოვრებთ ნარი. დროა შეეგუო. ძალიან გთხოვ დაფიქრდი ამაზე. Abi sen nereye ძმაო, gidiyorsun? ხვდები მაინც რას ამბობ. Ya შენი ben იმედი boşuna მქონდა. geldim sana bir ამიტომ gün. პირველი შენთან Kendal გამოვიქეცი რომ almadı. კენდალ აღარ შეჩერება Engelle შეძლო. olur diye. ხვდები მაინც რას ამბობ. Ya sen ne dediğini გაიხსენე, მე რა farkında mısın? გითხარი? Ben sana თუ ne ამ dedim? საიდუმლოს Eğer გამხელ თავს söylediysen მოვიკლა. çek beni vur ჩემი demedim სიკვდილი mi? გინდა? Dedim. ხომ გითხარი? ასე ვერ მომექცევი, ვერავინ ვერ მომექცევა. Hiçbirini ცხოვრებას ვერ yapamazsınız. დამინგრევთ. გესმის? Benim dünyamı yıkamazsınız. შვილს ვერ anladınız mı? წამართმევთ. Oğlumu benim elimden არ მოგცემთ ამის alamayacaksınız. უფლებას.
ამით რა შეიძლება ნარი? ერთი თვის, ერთი წლის შემდეგ რომ გაიგოს, უარესი არ იქნება? ბარანისთვის უფრო რთული არ იქნება? დევო, სანამ ძალიან გვიანი არ არის, სანამ სხვისგან გაიგებს, შენ უთხარი. ესე იგი მეუბნები რომ მოკვდიო. პირიქით, გირჩევ რომ ახალი ცხოვრება დაიწყო. შეეცადე რომ ახალი ცხოვრება დაიწყო. ყოველგვარი ტყუილის გარეშე, სხვების მომავალზეც იფიქრე. გამოდმებით, იმის შიშით ცხოვრება ბარანმა სიმართლე არ გაიგოსო, შენთვის ტანჯვა არ არის ნარი. დროა რეალობას თვალი გაუსწორო და ბარანს სიმართლე უთხრა დაიკო. შენ არ დაგველოდე. წერილობითი ჩვენების გარდა რამის თქმა ხომ არ გსურთ? წერილობითი ჩვენების გარდა სათქმელი აღარაფერი გვაქვს, ბატონო პროკურორო. მოთხოვნა პატიმრობის შეფარდების შესახებ დაკმაყოფილებულია. მსჯავრდებული სასამართლოს შენობაში გადაიყვანეთ. $115 სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.